თვითონ ეს მოდელი ასერტული მკურნალობა თემში არის შექმნილი 70-იანი წლების დასაწყისში ამერიკაში. აღმოჩნდა, რომ უმრავლეს შემთხვევაში პაციენტები ვერ აღწევდნენ იმ სპეციალისტამდე, რომელიც მათ უკვე გაწერის შემდეგ დაეხმარებოდა, იქ წყდებოდა მკურნალობის პროცესი და ძალიან სწრაფად ეს პაციენტები ბრუნდებოდნენ უკან სტაციონარში. იმდენად რომ შეიმუშავეს ასეთი ტერმინიც, ბრუნავი კარი. ერთი რაც შემიძლია ურჩიო ადამიანებს, ეს არის, რომ თუ აი ამ ასერტული სერვისის კრიტერიუმებს თბილისში არ ცხოვრობენ, ერთი და მეორე ამ სერვისის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ, მაშინ შეუძლიათ მიმართონ თავიანთი უბნის მიხედვით აქ დაფარვის არეალებია და მობილურ გუნდს, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს ეფექტური მათ შემთხვევაში. პრობლემის მოგვარება იწყება იმ წუთიდან, როდესაც ხდება პრობლემის იდენტიფიცირება. მიუხედავად იმისა, რომ არავის არ უხარია იმის გააზრება, რომ შეიძლება მათ ოჯახის წევრს რაღაც პრობლემა ჰქონდეს, სინამდვილეში ეგ მაგის გააზრება, მაგის იდენტიფიცირება ხდება გარდამტეხი მომენტი, რომლის შემდეგაც ყველაფერი უფრო გაადვილდება. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოდკასტს „100 ფსიქოლოგიური ტერმინი“, რომელსაც წარმოგიდგენთ ფასკუნჯის ფსიქოლოგიური სივრცე. მე მისი წამყვანი ფსიქოლოგი მარიამ ნოზაძე ვარ და დღეს ჩვენი სტუმარი არის გიორგი გელეიშვილი, ფსიქიატრი და თბილისის სამედიცინო სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიატრიის კათედრის ასისტენტ პროფესორი. მადლობა, რომ გამონახეთ დრო და მოხვედით ჩემთან სტუმრად. ჩვენ დღეს ავიღებთ ტერმინს ასერტულობას, რომლის განმარტებაშიც გიორგი დამეხმარება. რო ვისაუბროთ ზოგადი დეფინიცია ასერტულობის განმარტება, რო ვთქვათ. ხო, ასერტულობა ალბათ უნდა კონტექსტს გააჩნია და ამ შემთხვევაში ალბათ ვილაპარაკებ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისის, სათემო სერვისის ერთ-ერთ ტიპზე, რომელსაც ქვია ასერტული მკურნალობა თემში. კი. ეს არის სიტყვასიტყვით ნათარგმნი, უბრალოდ რაღაც ბარბარიზმი არის, იმიტომ რომ სიტყვასიტყვით რო თარგმნოთ, ეს ასერტული ნიშნავს დაჟინებულს და ცოტა უხერხულად გაიჟღერებდა ქართულ ენაში და მე მგონია, რომ აი ამ 14 წლის მანძილზე თუ 15 წლის მანძილზე, რაც ჩვენ ამ თემაზე ვმუშაობთ, ამ სერვისის შემოტანას ვცდილობთ, თანდათან დამკვიდრდა რა, ესეთი სიტყვები როგორც ლიფტია, ესეთიც არ იყო ალბათ ქართულ ენაში და ამით მგონია უფრო მდიდრდება, ვიდრე კნინდება ჩვენი ენა. ახლა რა არის ასერტული მკურნალობა თემში, ამას ვიტყვი მაშინ, ეს არის თემზე დაფუძნებული თუ სათემო ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისის ერთ-ერთი ტიპი, რომელიც მიზნად ისახავს იმ ადამიანების, რომელთაც აქვთ ხანგრძლივი და მძიმე ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი, მათ მკურნალობას თემში, ანუ მათ საცხოვრებელ ადგილას, ოჯახებში, იქ, სადაც მათთვის არის უფრო მოსახერხებელი და უფრო ბუნებრივი გარემო. ანუ არა დახურულ ინსტიტუციაში, როგორც შეიძლება იყოს ფსიქიატრიული საავადმყოფო ან ფსიქიატრიული განყოფილება, არამედ მათ ოჯახში, სახლში, ბინაზე, თუ სახლი არ აქვს და კარდონის ყუთში ცხოვრობს, მაშინ კარდონის ყუთში. იქ, სადაც მათ ურჩევნიათ. დიახ, მეც როგორც ვიცი, თქვენი ჯგუფი შედგება სხვადასხვა პოზიციის ადამიანებისგან, ფსიქიატრებისგან, ფსიქოლოგებისგან, თანწმულ ხარდამჭერებისგან, ექიმებისგან და თქვენ ანუ მთლიანად ხართ ჩართული ფსიქიური აშლილობის მქონე ადამიანების მკურნალობაში. და როგორც ვიცი, თქვენ ასევე ეხმარებით სხვადასხვა საჭიროებების დაკმაყოფილებაში, მაგალითად შეიძლება იყოს რადიო, რაღაცა სხვადასხვა დასახადები. მე მინდა რომ ჩვენი გადაცემა ასევე გამოვიყენოთ იმაში, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს ამ ცენტრი შეგვიძლია უწოდოთ?
თუ ორგანიზაცია უფრო? ცენტრი თვითონ ორგანიზაციას ჰქვია მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრი. ცოტა ესეთი დიახ, და უფრო ხელმისაწვდომი, რომ გავხადოთ ამ ეტაპზე უფრო ინფორმაციულად და შემდეგ უკვე ალბათ მომართვიანობაც იქნება. როგორ პრინციპით მიმდინარეობს ადამიანებს როგორ ავლენთ რომ სჭირდებათ ანუ დახმარებას როგორ უწევთ როგორ უნდა მოგმართოთ რამე ფორმა თუ არსებობს ყველას შეუძლია მოსულ თუ აი ეს ამებზე რომ გვესაუბროთ დეტალებზე მოგახსენებთ ოღონდ უნებას მომცემთ პატარა ისტორიას მოვყვები როგორ შეიქმნა საერთოდ ეს მეთოდოლოგია და ჩვენთან როგორ დაიწყო თვითონ ეს მოდელი ასერტული მკურნალობა თემში არის შექმნილი 70-იანი წლების დასაწყისში ამერიკაში. ვისკონსინში პირველად მოხდა ის, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გააკეთეს იმის ანალიზი, რომ აი შემოდის პაციენტი მწვავე მდგომარეობაში, ფსიქოზურ მდგომარეობაში, მას მკურნალობენ, გამოიყვანენ ფსიქოზიდან მერე დაგეგმავენ, დაარიგებენ რა როგორ უნდა იმკურნალოს, რეაბილიტაციის გზებს დასახავენ და გაწერდნენ. და ეუბნებოდნენ, რომ აი იქ არის საავადმყოფოს გარე სერვისი, იქ მიხვალ, იქ ექიმი დაგვდება, ფსიქოლოგი დაგვდება, გააგრძელებ მკურნალობას და რეაბილიტაციას. მაგრამ აღმოჩნდა, რომ უმრავლეს შემთხვევაში პაციენტები ვერ აღწევდნენ იმ სპეციალისტამდე, რომელიც მათ უკვე გაწერის შემდეგ დაეხმარებოდა, იქ წყდებოდა მკურნალობის პროცესი და ძალიან სწრაფად ეს პაციენტები ბრუნდებოდნენ უკან სტაციონარში. იმდენად რომ შეიმუშავეს ასეთი ტერმინიც, ბრუნავი კარი. ბრუნავი კარის პაციენტი, ანუ პაციენტი გადის, შემოდის, გადის, შემოდის. ერთი და იგივე პაციენტი ძალიან ბევრი სტაციონირებით. და ასეთ პირობებში, ანუ როგორ კარგადაც არ უნდა გამოვიდეს მწვავე მდგომარეობიდან პაციენტი, შეიძლება გავიდეს 2 დღეში კონფლიქტი მოვიდეს ოჯახის წევრთან, მეზობელთან, ქუჩაში რაღაც ის მომსწრე იყოს და ეს საკმარისი ტრიგერი გახდეს იმისთვის, რომ კვლავ სტაციონირება მოხდეს. აი მაშინ გადაწყვიტეს, რომ უნდა გაყოლოდნენ გაწერის შემდეგ და ფაქტიურად ისეთივე მულტიდისციპლინური გუნდი, თქვენ უწევენ ახსენეთ ჩვენი გუნდი, ჩვენ რა თქმა უნდა იმათ ბაძავთ, ვაკოპირებთ ასე ვთქვათ იმათ მუშაობას, მულტიდისციპლინური გუნდი გაყვა გაწერილ პაციენტს ბინაზე. სერვისი, რომელიც იყო ინტენსიური სტაციონარში და 7-24-ზე არის სერვისი სტაციონარში, ასეთივე ინტენსივობის სერვისი გაყვა პაციენტებს უკვე ბინაზე. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ და ამან ძალიან შეამცირა აი პირველი და ყველაზე დიდი კვლევა რაც იყო ეს 1972 წელს იქვე გამოჩნდა მაშინვე რომ თითქმის 95%-ით არის შესაძლებელი შემცირება რehosπიტალიზაციის. მე ბევრი კვლევები კეთდებოდა და ასე თანდათან ანუ დაგროვდა მტკიცებულებები იმისა კვლევების საფუძველზე რომ ეს არის ნამდვილად ეფექტური გზა როგორც სტაციონირების სიხშირის შემცირების, ასევე სტაციონირების ხანგრძლივობის შემცირების და რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის უკვე არა უბრალოდ სიმპტომების შემცირებისთვის, არამედ საზოგადოებაში რეაბილიტაციისთვის და ესე იგი ჩვეული ფუნქციონირების აღდგენისთვის. რისთვისაც მხოლოდ სტაციონარში მიღწეული თუნდაც შესანიშნავი შედეგი, როგორც აღმოჩნდა, საკმარისი არ იყო. ასე გავრცელდა ჯერ ამერიკაში, მერე კანადაში, მერე უკვე გადმოვიდა ევროპაზე, ბრიტანეთში, ჰოლანდიაში და 40 წლის მერე ჩამოაღწია საქართველოში. ჩვენც მუშაობთ მულტიდისციპლინური პრინციპით. აქ შედიან სპეციალისტები, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ექთანი ან უმცროსი ექიმი, ჩვენ შემთხვევაში ყავს უმცროსი ექიმები, ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში, ოკუპაციური თერაპევტი, სოციალური მუშაკი და თანასწორი, peers, რასაც ეძახიან, ანუ ადამიანი, რომელსაც თვითონ აქვს გამოცდილება ფსიქიატრიული დიაგნოზის და ის არის ასე ვთქვათ წარმატებული შემთხვევა და ძალიან კარგი მაგალითი
სხვა პაციენტებისთვის, რომ დაანახოს, რომ სინამდვილეში შესაძლებელია მნიშვნელოვანი პრობლემების გადალახვა. მაინტერესებს როგორ შეიძლება მოხდეს თქვენთან პაციენტი, თქვენ იძიებთ ფსიქიატრიული დაწესებულებები, თვითონ ამის ამართებენ, თვითონ აქვთ ინფორმაცია თქვენ შესახებ და მოგმართავენ თუ აი მაგალითად ვინც გვიყურებს შესაძლოა რომელიმე ჩვენი მეყურებლის ოჯახის წევრი იყოს ამ გამოწვევის წინაშე და რო ვუთხრათ როგორ ხდება ეს ესე იგი 2016 წლიდან დაიწყო თბილისის მერიამ ამ სერვისის დაფინანსება. ანუ ჯერჯერობით ეს სერვისი ფუნქციონირებს მხოლოდ თბილისში. ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს თბილისში ამ ეტაპზე და ვინაიდან ეს არის მერიის პროგრამა, ამიტომ 80% დაფინანსების არის მერიის. და რადგან არის ეს ძირითადად მერიის პროგრამა, ამიტომ ჩვენც ვოპერირებთ თბილისის ფარგლებში. გადმომისამართება ძირითადად ხდება რაიმე აწყობილი რეფერალის სისტემა არ არსებობს სამწუხაროდ. ეს ხდება ძირითადად აი კერძო კონტაქტებით. წლების მანძილზე ჩვენმა კოლეგებმა, აბსოლუტურმა უმრავლესობამ გაგვიცნო, გაიგეს რა კრიტერიუმებია ჩვენთან ჩართვის და თუ ისინი თვლიან, რომ აი მათ ყავთ ისეთი პაციენტი, რომლისთვისაც ჩვენი სერვისი იქნება სასარგებლო, აი ესენი უშვებენ ხოლმე ჩვენთან პაციენტს. ზოგი არის, რომ ის ახლობლისგან იგებს და ასე მოდიან ჩვენამდე. ჩვენ გვაქვს ესეთი ტელეფონი, შემიძლია თქვა ნომერი. დიახ. 570 905 825. სადაც მორიგე პასუხობს ამ ტელეფონს და შესაძლებელია რომ მოხდეს აქ დარეკვა და იქ აუხსნიან კრიტერიუმებს, თუმცა მეც ვიტყვი ახლა ამ პროგრამის ფარგლებში, ანუ მერიის პროგრამის ფარგლებში გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი, რომ ჩაერთოს ამ პროგრამაში. კერძოდ ეს არის დიაგნოზი, აქ არის შიზოფრენია, შიზოაფექტური აშლილობა, ბიპოლარული აფექტური აშლილობა, შიზოტიპური აშლილობა, ორგანული ფსიქოზი, შიზოფრენიის მაგვარი და რეკურენტული დეპრესია, მძიმე ფსიქოზური სიმპტომებით. გარდა მაგის, გარდა ამ დიაგნოზისა არის ასეთი კრიტერიუმი ჩადებული, რომ გასული 12 თვის მანძილზე უნდა იყოს 3 ან მეტი სტაციონირება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ან გასული 12 თვის მანძილზე ჯამში 5 თვე უნდა ჰქონდეს გატარებული ფსიქიატრიულ კლინიკაში. ეს საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმებია, რაც თავის დროზე, როდესაც ჩვენ ეს კრიტერიუმები შევადგინეთ, იყო იმისთვის, რომ ჩვენ გვიწევდა მუდმივად ადვოკატირების რეჟიმში მუშაობა. უნდა გვეჩვენებინა, რომ ამ სერვისის არსებობა იმაზე ძვირი არ ჯდება, ქვეყანას იმაზე ძვირი არ დაუჯდება, ვიდრე ამ სერვისის არ არსებობა. და აი ეს კრიტერიუმები იყო მაშინდელი 2016 წელს, რაც ჯდებოდა აი 3 და მეტი სტაციონირება, აი დაახლოებით ამ ხარჯზე გავდიოდით. ეხლა სტაციონირება გაძვირებულია, ეს სერვისი ისე თითქმის იგივე ღირს, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი პაციენტისთვის, იმიტომ რომ ბევრს უნდა რომ ჩაერთოს, მაგრამ ამ პროგრამის კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს. თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში გვყავს ისეთი პაციენტები, რომელთაც არ აქვთ ასეთი ბევრი სტაციონირება, მაგრამ მათ ოჯახებს ძირითადად აქვთ საშუალება, რომ თვითონ გადაიხადონ თანხა და ეს ცალკე არაპროგრამული სერვისიც გაგვაჩნია. და თბილისში რეგისტრირებულ ადამიანებს თბილისში რეგისტრირებულზე ლაპარაკი. და სრულიად უფინანსდებათ ეს თქვენთან რომელია? კი, აქ არის ეხლა ვინც არის პროგრამაში, ანუ მერიის პროგრამით, ვინც ჯდება ჩვენს სერვისში, პლუს კიდევ თანადაფინანსება გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროდან, ეს რომ არ ყოფილიყო, ის მერიის სამწუხაროდ არ ეყოფოდა. და რა მაინტერესებს კიდევ იცით, აი ოჯახის წევრის ჩართულობა რამდენად მნიშვნელოვანი როლია, როლის შემსრულებელია, ასე ვთქვათ, პაციენტის გამოჯანმრთელების გზაზე.
ამაზეც რო ვისაუბროთ და მივაწოდოთ ცოტა რამდენადაც შესაძლებელია ვრცელი ინფორმაცია ჩვენს მაყურებელს. ოჯახი არის ფსიქოსისტემა. შეიძლება 5 ადამიანი ოჯახში, ერთს აქვს დიაგნოზი, მაგრამ ეს აისახება ყველაზე. ისევე როგორც ყველას მდგომარეობა აისახება იმ ერთზე, ვისაც აქვს დიაგნოზი. ბევრი მაჩვენებელი არის, რაც და ბევრი მიზეზი არის, რის გამოც ოჯახში ურთიერთობების ტიპმა, იქ გამოხატულმა ემოციებმა, იქ პრობლემათა გადაჭრის სტილმა და ასე შემდეგ შეიძლება გავლენა მოახდინოს დიაგნოსტირებული ადამიანის ფსიქურ მდგომარეობაზე, მისი ფსიქური მდგომარეობის გამწვავების სიხშირეზე, სტაციონირების სიხშირეზე და სტაციონირების ხანგრძლივობაზე. აი მაგალითად ერთ-ერთი არის ეგრეთ წოდებული გამოხატული ემოციურობის დონე, რომელიც აღმოჩნდა, რომ არის პირდაპირ პროპორციული ფსიქოზის გამწვავების და სტაციონირების სიხშირეზე. და აქ ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ბენეფიციართან მუშაობა არ არის იმდენად ეფექტური, როგორც მუშაობა კომპლექსურად მთელს ოჯახთან. ადამიანები იქ სწავლობენ ხოლმე უფრო ურთიერთობის სწორ ტიპს. იგებენ ინფორმაციას, რომელსაც თუ არა ამ ტიპის სერვისი სხვანაირად ვერ გაიგებენ. და ეს ეხმარება იმაში, რომ ან ცრუმოლოდინები არ გქონდეთ, ან პირიქით ხელჩაქნეულები არ იყვნენ და ეს ყველაფერი ხელს უწყობს აღდგენის პროცესს. ჩვენ უფრო ხშირად ვლაპარაკობთ, ესეთი ტერმინი არის ახლა დამკვიდრებული recovery, რაც არის აღდგენა. ანუ გამოჯამრთელება ზოგჯერ ზედმეტად თამამად ჟღერს, შეიძლება ვთქვათ გაჯანსაღება, აღდგენა. და ამ აღდგენის პროცესში, რომელიც არ არის ხანმოკლე პროცესი, რომელიც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, ოჯახის წევრები, რაც უფრო ჩართულები არიან, მით უფრო ეფექტური არის ეს პროცესი. და უფრო როგორ არის ხოლმე მზაობა არის ხოლმე ჩართულობის ოჯახის წევრებს? უფრო ხშირად არის. რამე რეკომენდაციას თუ გასცემდით ამ ადამიანების ოჯახის წევრებისთვის, რა შეიძლება მოიმოქმედონ, გარდა იმისა, რომ თქვენამდე მოიყვანონ? საბაზისო რამე, რა თქმა უნდა, მკურნალობას თვითონ ვერ ჩაუტარებენ და მოუკიდებლად ცხადია. ნუ რაღაც ერთ-ორ რაღაც ზოგადი რაღაცა შემიძლია თქვა, მაგრამ სანამ მაგას ვიტყოდე, კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ როდესაც დავიწყეთ ჩვენი ქართველი ამერიკელი კოლეგები დაგვეხმარენ, მათი ინიცირებული იყო ამ მეთოდოლოგიის აქ შემოტანა. არის ფსიქიატრი, ასეთი არჩილ აბაშიძე, რომელიც დღესაც ამერიკაში მუშაობს იქაურ ასერტულ გუნდში და მისი მეუღლე, რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა ცოტა, რამოდენიმე წლის წინ, ფსიქოლოგი ნინო აბუშელიშვილი, ისინი ძალიან დაგვეხმარენ, რომ ეს მეთოდოლოგია აქ დანერგილიყო და გავრცელებულიყო. თუმცა ჩვენ ვერ შევძელით მაშინ ამის თბილისის გარეთ გატანა. იმიტომ რომ ეს ცნობილი ფაქტი არის, რომ პირდაპირ არის დამოკიდებული რესურსებს. რაც უფრო მეტია რესურსი, მით უფრო მეტია ალბათობა, რომ ასეთ ტიპის სერვისის აწყობა მოხერხდება. და თბილისში არის მაინც განსხვავებული რესურსები, როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური რესურსები. თუმცა მაშინ მოხერხდა ის, რომ და მარტო ჩვენი ორგანიზაცია არ ყოფილა ჩართული, ფსიქიატრთა საზოგადოება იყო ჩართული და სხვა პარტნიორებიც. მაშინ ეს ხდებოდა ფონდის ღია საზოგადოების აქტიური მხარდაჭერით. მოხდა ის, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ თავის თავზე აიღო ცოტა უფრო გამარტივებული სერვისის, რომელსაც მობილურ გუნდებს ეძახიან, ამისი
დაფინანსება და გავრცელება და დღეს აი 35 ასეთი მობილური გუნდი მთელი ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს. სამწუხაროდ ბევრმა ვისაც ჭირდება ასეთი სერვისი არ იცის. ეს 35 საკმარისი არ არის, მაგრამ უკეთესია ვიდრე 0 ნამდვილად. ფაქტიურად აი ზემო სვანეთის გამოკლებით უმრავლესი უფრო რთული არის იქ როგორც ტერიტორიული თვალსაზრისით ასევე რესურსების თვალსაზრისით აი წალინჯიხიდან დაწყებული დედოფლის წყაროთი დამთავრებული მეტანაკლები ხელმისაწვდომობა არის ამ სერვისზე და მნიშვნელოვანია რომ მოსახლეობამ ეს იცოდეს. ეს სერვისები განსხვავებით ასერტულისაგან არ არის 7-24-ზე, არის დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე, თუმცა მათი ინტენსივობა, წესით ასე უნდა იყოს, უფრო მეტი არის ვიდრე ჩვეულებრივი ამბულატორიის ინტენსივობა, სადაც პაციენტი თვითონ თუ არ მივა ამბულატორია, მას სერვისს სახლში ვერ მიუდანს. ამიტომ ერთი რაც შემიძლია ურჩიო ადამიანებს ეს არის რომ თუ აი ამ ასერტული სერვისის კრიტერიუმებს თბილისში არ ცხოვრობენ ერთი და მეორე ამ სერვისის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ მაშინ შეუძლიათ მიმართონ თავიანთი უბნის მიხედვით აქ დაფარვის არეალებია და მობილურ გუნდს რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს ეფექტური მათ შემთხვევაში. ზოგადად რა შემიძლია თქვა? ზოგადად ფსიქიკური პრობლემები არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემები, თუ არა ყველაზე მეტად მსოფლიოში. შრომის უნარის დაკარგვა, რო ავიღოთ, ესე იგი, სომატური პრობლემები და შევადაროთ ფსიქიკურ პრობლემას, აღმოჩნდება, რომ ხშირად ფსიქიკური პრობლემები ბევრად უფრო ხშირად იწვევს დეზადაპტაციას. ამიტომ თუნდაც ამიტომ სერვისი, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი, აი ხშირად სტიგმა ხელს უშლის ადამიანებს, რომ სერვისი მიმართონ, ჯობია რომ დროულად მიმართონ სერვისს. პრობლემის მოგვარება იწყება იმ წუთიდან, როდესაც ხდება პრობლემის იდენტიფიცირება. მიუხედავად იმისა, რომ არავის არ უხარია იმის გააზრება, რომ შეიძლება მათ ოჯახის წევრს რაღაც პრობლემა ჰქონდეს, სინამდვილეში ეგ მაგის გააზრება, მაგის იდენტიფიცირება ხდება გარდამტეხი მომენტი, რომლის შემდეგაც ყველაფერი უფრო გაადვილდება. აი მაგალითად განსაზღვრული რაოდენობა არსებობს პაციენტების რაოდენობის, რამდენიც შეგიძლიათ მიიღოთ თუ არის მაგალითად აი ამ ეტაპზე რამდენი პაციენტის მიღების საშუალება გექნებათ? ამ ეტაპზე ხა ჩვენ სერვისში რადგან რესურსები მაინც თქვენთანაც იქნება რაღაც ლიმიტირებულიც. კი, მოგახსენებთ. 120 პაციენტია ხა ჩვენთან, რომელიც ამ პროგრამით სარგებლობს. და ჩვენ მაინც გვირჩევნია ნელ-ნელა ჩავრთოთ პაციენტები, იმიტომ რომ თუ ერთბაშად ბევრი ჩართი შეიძლება ხარისხი დაგივარდეს. მაგრამ აი უახლოესი რამოდენიმე თვის მანძილზე პლუს 30 პაციენტის ჩართვის საშუალება, ანუ რესურსი, ადამიანური რესურსი და ასევე პროგრამის მხარდაჭერა, ის რომ აი 150 პაციენტამდე გაიზარდოს თბილისის მასშტაბით, ამისი რესურსი გაგვაჩნია. უნდა დაგიკავშირდნენ იმ მითითებულ ნომერზე, რომელიც წაღან თქვით. რაიმეს ხوار დაამატებდით, რასაც თვლით, რომ ამ გამოწვევის წინაშე მყოფ ადამიანებს სჭირდებათ, რომ იცოდნენ ან მათ ოჯახის წევრებს? ერთ რამეს ვიტყვი, ის რომ ეს სერვისი დღეს არსებობს, ის რომ თავის დროზე თბილისის საკრებულო მიიღო დადგენილება, რომლის შემდეგაც უკვე მერიას დაეკისრა ამ სერვისის დაფინანსება, ეს არის მნიშვნელოვანწილად დამსახურება თვითონ ჩვენი ბენეფიციარების და მათი ოჯახის წევრების. მათ ჰქონდათ თავის დროზე შეხვედრები და ისინი უხსნიდნენ, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება ყოფილიყო ეს სერვისები.
თვითონ ოჯახების აქტიურობა, მათი მონდომება, რომ ეს და ამ ტიპის სერვისები იყოს ბევრი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი, რაც თუნდაც ის, რაც არსებობს ასეთი სტრატეგია, სახელმწიფო სტრატეგია, რომ აი 2030 წლამდე რეები უნდა გაკეთდეს, თუნდაც უკვე აღებული ვალდებულების ფარგლებში ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი, რაც სამწუხაროდ არ ჩანს, რომ ჯერჯერობით კეთდებოდეს და მე მგონია, რომ ბენეფიციარების და მათი ოჯახების აქტიურობა შეიძლება იყოს გადამწყვეტი ამ მიმართულებით. ალბათ გაითვალისწინებენ ჩვენი მაყურებლები. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობთ. მე დავემშვიდობები ჩემს მაყურებელს. თქვენ უკვე იცით, რომ თუ მსგავსი გამოწვევის წინაშე ხართ, არსებობს ესეთი ჯგუფი, რომელსაც შეგიძლიათ მიმართოთ. შემდეგ ეპიზოდში შევხვდებით ახალ სტუმართან ერთად და კომენტარებში დაგვიტოვეთ თქვენთვის სასურველი ტერმინები, რომლებიცაც გინდათ, რომ ვისაუბროთ შემდეგ გადაცემაში. ნახვამდის.